ტრამპის მიერ მხილებული კუბური ფარსი ახლა კიდევ უფრო გამჟღავნდა იმით, რაც ახლახან ბრაზილიაში მოხდა. ფედერალურმა საგზაო პოლიციამ ბოა-ვისტაში სამ ავტომობილში დამალული 21 მიგრანტი აღმოაჩინა. რორაიმაში მათგან 18 კუბელი იყო, რომლებიც BR-401-ზე არალეგალურ მარშრუტზე გადააგდეს. ამ ხუთშაბათს 2026 წლის 28 მაისს ეს შემთხვევა აშკარად აჩვენებს იმ ჭრილობას, რომელსაც კუბის დიქტატურის პროპაგანდა ცდილობს დამალოს. ოჯახები ტოვებენ კუნძულს, გადაკვეთენ საზღვრებს ნავით და საბოლოოდ ბრაზილიის ჩრდილოეთში მიგრანტთა გადამყვანების ხელში აღმოჩნდებიან. ოპერაცია ჩატარდა 22 მაისის ღამეს, დააკავეს 2 ბრაზილიელი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან არალეგალურ გადაყვანაში და აჩვენა, რომ ლამაზი სიტყვები სოციალისტურ სამოთხეზე ვერ უძლებს პოლიციის საგზაო შემოწმებას. ტრამპი ამხელს ფარს, რადგან არალეგალურ ქსელებსა და მიგრაციის ქაოსის მოკავშირე რეჟიმებზე ზეწოლა აჩვენებს, ვინ გარბის, რომელი გზით გარბის და ვისგან გარბის. რატომ ირჩევენ ასე ბევრი კუბელი საშიშ მარშრუტს? როგორ გახდა ბრაზილია ამ კრიზისის დერეფანი? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველ დღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. სამართალდამცველებმა პირველად მიტოვებული მანქანა იპოვეს BR-401-ის პირას, ბოა-ვისტაში, შიგნით 6 ადამიანი იყო. შემდეგ შემოწმებამ იმავე ქალაქში კიდევ 2 მანქანა იპოვა და კიდევ 15 მიგრანტი აღმოაჩინა. ჯგუფში იყო 18 კუბელი, 2 ჩინელი და 1 ხაიტელი, მათ შორის ბავშვები და ხანდაზმულები. მოვლენა ჰუმანიტარულ გადარჩენად შეფასდა და 2 დაკავებული ბრაზილიელი ფედერალურ პოლიციაში გადაიყვანეს. ეჭვმიტანილები ბრალდებულნი არიან არალეგალური იმიგრაციის ხელშეწყობის დანაშაულში, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 232 ამუხლით. სასჯელი შეიძლება იყოს 2-დან 5 წლამდე, თავისუფლების აღკვეთა და ასევე ჯარიმა. ბრალდება ეხება უცხოელების ფარულად გადაყვანას ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ეს არის კოიოტების სქემა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფულს შოულობენ იმ ადამიანების სასოწარკვეთილებაზე, ვინც საზღვარს გადადის დაცვის, უსაფრთხოების და დანიშნულების ადგილზე მისვლის გარანტიის გარეშე. BR-401 ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე მარშრუტად იქცა ამ მოძრაობისთვის. ის აკავშირებს ბოა-ვისტას გუიანასთან, საზღვრის რეგიონთან და ფიგურირებს რამდენიმე ბოლო ოპერაციაში. ლოგიკა, რომელსაც ბევრი კუბელი იყენებს, ცნობილია ხელისუფლებისთვის. ჰავანადან გეორგტაუნში, გუიანას დედაქალაქში გამგზავრება, შემდეგ ხმელეთზე გადაადგილება, დაკუტუს მდინარის გადაკვეთა ბონფიმისკენ და გზატკეცილით ბოა-ვისტამდე გადაადგილება, ძვიადგილება, ძვირი, სარისკო და შუამავლების მიერ კონტროლირებადი გზაა. სწორედ აქ აშკარავდება პოლიტიკური ფარსი. მემარცხენეები ცდილობენ კუბა რევოლუციური ღირსების სიმბოლოდ გაკიდონ. მაგრამ სტატისტიკა აჩვენებს, რომ კუბელები მასობრივად გარბიან ბავშვებითა და მოხუცებით არალეგალურ მანქანებში ბრაზილიის უკიდურეს ჩრდილოეთში. ეს ტურიზმი არ არის, ეს გაცვლითი პროგრამა არ არის. ეს არის გაქცევა კუნძულიდან, რომელიც 10 წლეულების დიქტატურამ, დენის გათიშვებმა, დეფიციტმა, რეპრესიებმა და მომავლის არქონამ გაანადგურა. ბრაზილია პირდაპირ იღებს იმ რეჟიმის შედეგებს, რომელიც საკუთარ ხალხს გზაზე აგდებს. 22 მაისის ოპერაცია მარტო არ გამოჩენილა. 16 მაისს პოლიციამ აღმოაჩინა 10 კუბელი, მათ შორის 2 ბავშვი, 2 და 4 წლის, ერთ მანქანაში, რომელსაც უკანა სავარძლები არ ჰქონდა, იმავე BR-401-ზე. 12 მაისს სხვა ოპერაციამ გამოავლინა 31 კუბელი, რომლებმაც ტაკუტუს მდინარე გაიარეს, კანოებით გუიანადან. 31 მარტს PRF-მ გადაარჩინა 34 კუბელი მაკუშის ხიდზე და აკავა 6 ბრაზილიელი კოიოტი, რომლებიც მათ ბონფიმიდან ბოა-ვისტაში გადახავდათ. მიმდევრობა აჩვენებს კრიმინალურ ნიმუშს, მარშრუტს და გამეორებას. PRF-ის მონაცემები ამძაფრებს სერიოზულობას. 2024 წლიდან 2026 წლის მაისამდე რორაიმას ფედერალურ გზებზე 189 მიგრანტი იქნა გადარჩენილი. ამავე პერიოდში 31 კოიოტი დააკავეს და 31 მანქანა, რომელიც არალეგალურ გადაზიდვაში გამოიყენებოდა, ამოიღეს. გადარჩენილი მიგრანტებიდან დაახლოებით 91 კუბელი იყო. ეს რიცხვი ანგრევს მცდელობას შემთხვევა იზოლირებულ ეპიზოდად წარმოაჩინონ. რორაიმა კუბელი მიგრანტების არალეგალური მიგრაციის რუკაზე მოხვდა, რადგან ის შესასვლელ კარიბჭედ იქცა მათთვის, ვინც ვეღარ აგრძელებს ძველი მარშრუტებით ჩრდილოეთისკენ მოძრაობას. ფედერალური საგზაო პოლიცია ასევე აღწერს მძიმე რეალობას მანქანებში. მგზავრები ერთმანეთზე მიჭყლეტილები, ავტომობილები გადატვირთული და გაქცევის რისკი გადატვირთულ გზებზე.
როცა დევნა ხდება, პირველ რიგში ზარალდება დაუცველი მიგრანტი, რომელსაც არ აქვს რეგულარული დოკუმენტები და არ აკონტროლებს მარშრუტს. ამ ნაკადის ზრდა ასევე ჩანს თავშესაფრის მოთხოვნებში. 2024 წელს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით კუბელებისგან შემოსული იყო 22,288 მოთხოვნა, რაც იმ წლის მოთხოვნების 32.7% შეადგენდა. 2025 წელს ეს რიცხვი გაიზარდა და 41,920 მოთხოვნას მიაღწია. საერთაშორისო მიგრაციების ობსერვატორიის მონაცემებით, ეს ბრაზილიაში იმ წელს გაკეთებული ყველა მოთხოვნის 55.4% შეადგენდა. კუბელები აღარ იყვნენ მეორეხარისხოვანი ჯგუფი და მიგრაციული კრიზისის ცენტრში აღმოჩნდნენ. ეს ზრდა გვეხმარება გავიგოთ, რატომ აქვს BR401-ის შემთხვევას პოლიტიკური მნიშვნელობა. პრობლემა გზატკეცილზე არ იწყება. პრობლემა გზატკეცილზე არ არის, ეს არის სისტემის კოლაფსი, რომელიც მოსახლეობას სიღარიბეში ამყოფებს და შემდეგ მსოფლიოს ადანაშაულებს, როცა ეს მოსახლეობა გარბის. როცა აშშ-ში მისასვლელი გზა უფრო რთული ხდება, ნაკადის ნაწილი ცდილობს სამხრეთ ამერიკით ჩამოსვლას. როცა ბრაზილიის საზღვარი უფრო მოწყვლადია, კოიოტები ამ სუსტ წერტილს იყენებენ. ორგანიზებული დანაშაული სწრაფად ერგება და სახელმწიფომ უპასუხოს, სანამ მარშრუტი მუდმივ დერეფნად გადაიქცევა. დონალდ ტრამპი ამ კონტექსტში ჩნდება, რადგან მისი პოლიტიკა რეჟიმებისა და არალეგალური იმიგრაციის ქსელების წინააღმდეგ ზეწოლის ამ ნარატივს საკრდენს აცლის. ბრაზილიის მთავრობას მოუწევს ახსნას, როგორ აპირებს ჰუმანიტარული მირების გამოყოფას დანაშაულთან ბრძოლიდან ისე, რომ რორაიმა არ გადაიქცეს საზღვრის ბანდებისთვის ადვილ ტერიტორიად. კუბის დიქტატურა ცდილობს პოლიტიკურ იმიჯის შენარჩუნებას, მაგრამ რეალობა გზაზე კონკრეტულ შედეგს აჩვენებს. 18 კუბელი სამ მანქანაში დამალული არ იყო იმიტომ, რომ რეჟიმის დაპირებას სჯეროდათ. ისინი იქ იყვნენ, რადგან კუნძულზე ცხოვრება აუტანელი გახდა, რადგან ჩვეულებრივი გზა სასოწარკვეთის მასშტაბს ვერ იტევს და რადგან კრიმინალებმა ამით სარგებლის მიღების გზა იპოვეს. ტრამპის ზეწოლა კუბის რეჟიმზე, რომელიც მარკო რუბიოს მიერ ჰავანის სამხედროებთან დაკავშირებულ სტრუქტურებზე დაწესებული სანქციებით გაძლიერდა, მთავარ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ეს კუბელი ხალხი არ იცავს რევოლუციას, კუბელი ხალხი მისგან გარბის. როდესაც 18 კუბელი, მათ შორის ბავშვები და მოხუცები, ბრაზილიის ჩრდილოეთში პოლიციის ოპერაციაში ებმებიან, სოციალისტური სამოთხის ნარატივი გზაზე ინგრევა. ბრაზილიაში ალყა მხოლოდ არალეგალურ იმიგრაციას არ აჩვენებს, ის აჩვენებს დიქტატურის ადამიანურ შედეგს, რომელმაც დაკარგა საკვები, ენეკვები, ენერგია, თავისუფლება და მომავალი. და მიუხედავად ამისა, აქ ბრაზილიაში ჯერ კიდევ ბევრია, ვინც ამ რეჟიმს იცავს და პოლიტიკურ მაგალითად ჩვენთან შემოტანას ცდილობს. მე ვარ მილსონ ალვესი, ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლით კარგად გაინფორმირებული იყო. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაუტოვე ლაიქი ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო უილსონ ალვესის საზოგადოებაში.